იდეას მივესალმებით, სწორია, მაგრამ პირველ რიგში რეფორმა უნდა დაიწყოს ჰოსპიტალური სექტორის, სააფთიაქო ქსელის და შესაბამისად პირველ რიგში პოლიკლინიკების შესაბამისი ბაზის მომზადებით და სტიმული, ასევე რო არ გაშლეს შავი ბაზარი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეცეპტით მისული პაციენტებისთვის უფრო იაფად გასაცემ, ანუ სუბსიდირების რო როცა ადამიანი მიდის მოხუცებული სოციალურად დაუცველი რეცეპტით ყიდულობს აფთიაქში, რომ მისთვის ეს უფრო იაფი იყოს. ეხება ამას, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად დამატებითი პაციენტების ნაკადებისათვის ამ საფრთხეებს ჩვენ ხედავდით შარშან-დეკემბერში და იანვარში, როდესაც ვაკეთებდით რისკების შეფასებას საყოველთაო ჯანდაცვის, თუმცა მრავალი შეფასებით, მრავალი ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენ ეს რისკი მინიმალურ კატეგორიაში გავიყვანეთ და საყოველთაო ჯანდაცვამ ეს დაადასტურა კიდევაც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებით რიგები არ გაზრდილა. რიგები არის იქ, სადაც იყო საყოველთაო ჯანდაცვამ დეც. რაც შეეხება რეცეპტების შემოღებას, ეს არ იქნება დაკავშირებული მოსახლეობისთვის დამატებით ბარიერებთან, დროით, ფინანსურ